გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანი. მე ვარ ანა ბარჯაძე. ვარ რეჟისორი და ფოტოგრაფი. სად ვართ ახლა? ახლა ვარ ხელოვნების სახლში. სადაც მე მგონია რომ ჩემი ქალაქი ჩემში თუ არსებობს, ეს არსებობს ხელოვნების სახლით. მოკლედ რომ მოგიყვეთ, მე და ჩემმა მეგობრებმა 2016 წელს გადავწყვეტეთ გვეპოვა ისეთი ადგილი, სადაც რაღაცნაირად უფრო თავშეყრით ადგილი გახდებოდა. და დავიწყეთ სკაუტინგი. ბევრი ძიებაც არ დაგვჭირდება, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ქალაქის ცენტრალური ნაწილია, გორის ციხის გვერდით. და ეს ადგილი, რომელიც თავის დროზე დაახლოებით საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაიხსნა და უნდა ყოფილიყო ციხეების მუზეუმი, ციხეების მაკეტების მუზეუმი, შემდეგ უკვე 20 წელი იყო მიტოვებული და იყო არაოფიციალური ტუალეტი. ცარიელი ხელებით დავიწყეთ ამ სივრცის გასუფთავება. მაშინ კოვიდი არ იყო, მაგრამ ჩვენ ვიყენებდით ეს მასკებს, ეს გაზის მასკები, იმიტომ რომ აირწინაღები, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო აქ შესვლა აირწინაღის გარეშე. და შემდეგ უკვე დახმარება, რომელიც ევროკავშირმა გამოყო ადგილობრივ მთავრობასთან რაღაცა თანამშრომლობით, გაკეთდა ამ შენობის რეაბილიტაცია. და 2020 წელს გავხსენით ჩვენ როგორც ხელოვნების სახლი. ძალიან ბევრი კარგი რამე გაკეთდა ხელოვნების სახლის დახმარებით და იმ გუნდის დახმარებით, რომელსაც ხელოვნების სახლი უძღვება და გორმა კიდევ სხვა სტატუსი შეიძინა ამ სივრცის გახსნის შემდეგ. დღეს ყველაზე კარგი გამოფენა გვაქვს ხელოვნების სახლის ისტორიაში, მარიამ შალამბერდის გამოფენა, სოლო გამოფენა, თუმცა ამ გამოფენაში ფაქტობრივად გუნდის ყველა წევრი იყო რაღაცნაირად მაინც ჩართული და ეს არის რაღაცა ახალი წინდადადგმული ნაბიჯი ხელოვნების სახლის ისტორიაში. თუმცა ამის მოუსდევს ის, რომ დღეს ჩვენ მაინც სასამართლო პროცესში ვართ, რადგან შარშან ნოემბერში, როცა მე აქ არ ვიყავი, ეს 2 წელი მე მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და საქართველოში არ ვცხოვრობდი და ეს ამ პერიოდში მოხდა ზუსტად ის, რომ გაიხსნა გამოფენა ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ მოიხდის და ამ გამოფენის შემდეგ 3 დღეში მივიღეთ წერილი, რომ შენობა უნდა დაგვეტოვებინა. აი ამ მოვლენამ დაგვანახა რაღაცნაირად ის, რომ ჩვენ ვიყავით იმდენად ხელოვნების სახლის შენობით ახსილი, რომ რაღაცებად დაგვავიწყდა, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდი. და მე ვფიქრობ, რომ ამ ხელოვნების სახლის მთავარი მნიშვნელობა არა მხოლოდ შენობით, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან გულსატკენი იქნება ამ შენობის ესეთ დატოვება, იმიტომ რომ მართლა ჩემი ხელით მაქვს პირდაპირ მნიშვნელობით არა მხოლოდ დასუფთავებული, არამედ ბევრი რამე გაკეთებული ამ შენობაში, მაგრამ მთავარი არის გუნდი, რომელმაც შეძლო ამ ყველაფრის განხორციელება. პირდაპირ ვამბობ ხოლმე, რომ ტუალეტი გადაიქცა გალერეად და ეს უკვე არის იმის დასტური, რომ ეს მსგავსი გუნდი ყველაფრის გაკეთებას შეძლებს. ანა, ზოგადად ძალიან გამორჩეული და აქტიური ქალაქია გორი ფოტო ხელოვნების მიმართულებით. როგორ ფიქრობ, ეგ რამ განაპირობა? ესე ზუსტად ვერ გეტყვით რამ განაპირობა, მაგრამ არსებობს ეს კულტურა ფოტოგრაფიის, რომელიც ყველა ოჯახში არსებობს და მე მგონია, რომ ის რომ ქალაქს ყავს ნიკო კალანდაძე, რომლის გამოფენაც ჩვენ გვქონდა და მისი არქივის აღმოჩენაც ზუსტად გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მიერ მოხდა. უკვე არის დასტური იმისა, რომ ამ ქალაქს აქვს ასე ვთქვათ ფოტოგრაფიაში რაღაცნაირი გადადგმული ნაბიჯი, წინ გადადგმული ნაბიჯი და ეს ადამიანები განაპირობებენ ამ ყველაფერს. ის ადამიანები, ვინც დაინტერესებული არიან ფოტოგრაფიით. ზოგადად ფოტოგენური ქალაქია გორი. ჩემთვის არ არსებობს არაფოტოგენული ადგილი. ყველგან, არ ვიცი, არ მახსენდება ის, სადაც მithქვამს, რომ აი აქ ეს არაფოტოგენურია. არ არსებობს ესეთი ადგილი. იმიტომ რომ ყველაფერი არის უნიკალური და ეს უნიკალურობა განსაზღვრავს ფოტოგენურობასაც. ცუდი ფოტო არსებობს? იცით რა არის, ჩემთვის არსებობს ცუდი ხარისხის ფოტო. მე ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს ცუდი ხარისხის ფოტოებს. და რას გულისხმობ მაგაში? პირდაპირ მნიშვნელობით ხარისხს? პირდაპირ მნიშვნელობით ხარისხს, მაგრამ ხარისხი შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ არ
არა ესთეტიური იყოს. ჩემთვის ესთეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ისე როდის მოხდა პირველად ფოტოაპარატი შენს ხელში? მე რაც ცნობიერად მახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ მამამ მიყიდა პირველი კამერა პატარა სონის და რამდენი წლის ხარ აგვისტოს ომის დროს? 10-ის. და ამ დროს უკვე დავიწყე გადაღება და ალბათ ამ კამერის დამსახურებაა რომ მე ფოტოგრაფიამ გამიტაცა. და გეტყვით რატომაც არ გავყევი ფოტოგრაფიას, ასე ვთქვათ, განათლებით. მე მაქვს დოკუმენტური კინო დამთავრებული ბაკალავრიც და მე მაგისტრატურაც. იმიტომ რომ ჩემთვის ფოტოგრაფია არის ძალიან სოლო. მე მიყვარს ძალიან სოციალიზაცია და ხალხთან ერთად მუშაობა, გუნდური მუშაობა მიყვარს და აქედან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ არ მინდოდა მოკლედ მარტო ყოფნა მუშაობის დროს და გადავწყვიტე, რომ ფოტოგრაფია დარჩებოდა ჩემი პირველი სიყვარული, მაგრამ ამასთან ერთად მინდოდა გუნდში მემუშავა. ამასობაში დამავიწყდა კითხვის დასმა, სად მივდივართ და რატო გადაწყვიტე, რომ ეგ ადგილი გადავიღოთ? ქალაქის აღქმა ჩემთვის იწყება ხედიდან. ყოველთვის სადაც ჩავდივარ, პოულობ ყველაზე მაღალ წერტილს. ეს არ არის მხოლოდ ყველაზე მაღალი წერტილი გორის ციხე გორში, მაგრამ კარგად ჩანს საკმაოდ ქალაქი. და შემდეგ აი ამ ხედით აღვიქვამ იმ ადგილს, სადაც ვარ. ამიტომ ეს ჩემი ტრადიციაა, რასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემ ქალაქში ყოველდღე ვაკეთებ, მაგრამ ყველა ქალაქში ვაკეთებ, სადაც ჩავდივარ. ამიტომ ჩემი მშობლიური ქალაქიც არ იქნება გამონაკლისი და ჩვენ ავალთ გორის ციხეზე. ეს რაღაცა ღრუბელიც საინტერესო. რა არის ხოლმე პირველი იმპულსი, რაც კამერას გაღებინებს ხელში? შუქი განათება თუ არის ისეთი დილით ძალიან მიყვარს ეს მოჭირხლული ნაწილი, როცა არის განსაკუთრებით უფრო ცივამინდებში, ნისლი ეს არის ალბათ ყველაზე აი ფოტოგენურში, რასაც ვამბობდი, ყველაზე ფოტოგენური ამინდი და მზის ამოსვლა ჩასვლა ეს ნაწილები, როცა იმდენად აი როგორც სტუდიაში განათებას დააყენებდა ფოტოგრაფიან ნებისმიერი ადამიანი, რომ მიეღო კარგი განათება, ბუნება ამ დროს თავის თავად აყენებს ამ შუქს. ვინ იყო დასაწყისში შენი პირველი შემფასებელი და შენი ფოტოების? ესეთი პლატფორმა იყო, სადაც ფოტოგრაფები დებდნენ საკუთარ ფოტოებს. ძალიან ადრე იყო და ახარც მახსოვს რა ერქვა ღმერთო ჩემო. ბოკე თუ მოკლედ აქ დავდა ერთი ფოტო და ეს გახდა დღის ფოტო. ბოკეჯი, ხო? კი, ბოკეჯი. ამ პლატფორმაზე ავტორთა ერთ-ერთი ფოტო და ეს გახდა დღის ფოტო. ეს ჩემთვის იმხელა აღიარება, რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება იქონია იმან, რომ მე ეს უნდა გამეგრძელებინა. ნიკო კალანდაძე ახსენე და მაინტერესებს რა განაპირობა შენს შემოქმედებაში მისმა ფოტოგრაფიამ. მანამდე რა იცოდი მის შესახებ და მე ამ ფოტოარქივის აღმოჩენის შემდეგ რამე თუ შეიცვალა შენს ხედვაში? ნიკო კალანდაძე ქალაქმა როგორც დღეს არის, ძალიან გვიან გაიცნო. ახლა ხანს შეიძლება ითქვას. აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, მე არაფერი არ ვიცოდი ნიკო კალანდაძის შესახებ. ძალიან დიდი ხანი. მას აქვს გადაღებული ბამბეულის ქარხანა და იღებდა ასევე მომუშავე პერსონალს. და სწორედ ამ სივრცეში მე ბავშვობაში დავდიოდი და მხოლოდ ნანგრევები მხვდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ დროს უკვე ეს დანგრეული იყო და ახლაც ნანგრევებია და ეს ნამუშევრები რომ ნახე, ფაქტობრივად რაც მთელი ცხოვრება მაინტერესებდა, ამაზე პასუხი გამცა. თითქოს აი რაღაც პანდორას ყუთის გახსნას გავდა ჩემთვის ეს ამ ნამუშევრების ხილვა. შენი საყვარელი ფოტოგრაფი ვინ არის? ქართველიც და არაქართველიც. უფრო ვიტყოდი მაინც რომ ქართველი შეიძლება იყოს ნიკო, იმიტომ რომ პირველ რიგში ის არქივი, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ მან საკუთარი თავი თითქოს მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას,
თავის პროფესიას და არავისგან არ ეთხოვდა ამის აღიარებას. და ეს უბრალოდ რაღაცნაირად lucky day აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, რომ ოთო გრიტიშვილი მივიდა და ნახა ამ ავტოფარეხში ტორში მყოფი, ასე ვთქვათ, ფირები. და ამავე პრინციპით ვივიან მაიერს ვიტყვი, რომ ეს ქალიც მთელი ცხოვრება აკეთებდა, ან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ფოტოგრაფიას. და ესეც დაახლოებით ესეთივე აღმოჩენის შედეგად გაიცნო მსოფლიო. ამიტომ მე მიყვარს ესეთი აღმოჩენები. შეგაზაფხულზე კიდევ უფრო სხვანაირია ქალაქი. რას უფრო დიდ ნიშნულობას ანიჭებ, უპირატესობას უფრო სწორედ, ცალკეულ კადრებს თუ სერიას, ფოტოსერიას, რომელიც ერთ ამბავს ყვება? მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიღებდი მხოლოდ კადრებს. ასე ვთქვათ, ძალიან გვიან დავიწყე სერიების გადაღება. და მივხვდი, რომ ფოტოგრაფიაში საკმაოდ ფოტოგრაფისტვის ძალიან მნიშვნელოვანია სერია. თუმცა, ეხლა მაგალითად ვიეტნამის ომის ერთ-ერთი ფოტო გამახსენდა. გოგონა, რომელიც ასე ვთქვათ, შიშველი მოდის და მის უკან ყველასაც და ეს გახდა ფაქტობრივად შემცვლელი მთელი პოლიტიკის და მე მგონია, რომ ერთ ფოტოსაც შეუძლია დიდი ცვლილებების გამოწვევა და არ არის ამისთვის მთელი სერია საჭირო. ანა, დღეს რა ეტაპია შენ შემოქმედებით ცხოვრებაში და რისი გადაღება განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას? დღეს პირდაპირ მნიშვნელობით დღეს რო ვთქვა. უკვე ვიწყებ ჩემი ფილმის მონტაჟს შემდეგ კვირას, რომელზეც მუშაობ 6 წელია. ფოტოგრაფია დამეჩაგრა რაღაც მომენტში, იმიტომ რომ იმდენად ჩემი მთელი ენერგია მოხმარდა ამ ფილმს. ფილმზე მოგვიყევი, მწარე შაქარი. ფილმი არის სამ ძმაზე ემიგრანტი მშობლების საქართველოში დარჩენის შვილებზე. რაც ვფიქრობ, რომ დღეობით ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. და იძულებითი ემიგრაცია, როცა ასე ვთქვათ, მშობლებს უწევთ შვილების დატოვება, ეს არის უდიდესი ტრაგედია. ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველო ესე გადარჩა და ესე ცხოვრობს. ალბათ საფესტივალოდ ამზადი. კი, ჩვენ განვითარების პროცესში არაერთ ფესტივალზე ვიყავით, pitching ფორუმებზე, ასე ვთქვათ. საკმაოდ ბევრი პრიზით ვქონდა. კანშიც ვიყავით, spotlight-ში ვიყავით და ძალიან ბევრი რაღაც გამოიარა ამ პროექტმა. ესეც ძალიან საინტერესოა, რომ ყველა ოპერატორი ემიგრაციაში წავიდა და ესე ანუ გმირებით ხო წავიდეთ ემიგრაციაში და ამასობაში ჯგუფის წევრებიც. დამოუკიდებელ საქართველოს ყველაზე მეტად რომელი ერთი ფოტო გამოხატავს შენი აზრით? კი, პირველი რავი მგონი რომ ყველას ის გაგვახსენდება დროშით რუსთაველზე. რუსთაველზე არა, ქალბატონის სახელი და აღარ მახსოვს, მაგრამ მეჩითოვის ფოტო. კი, მეჩითოვის ფოტო. მგონი რომ ეს ჩემთვის ეგ გამოხატავს. ფოტო 365-ზე მომეწევ. ფოტო 365. ფოტო 365 არის ერთ-ერთი მე ძალიან მიყვარს გამოწვევები, ჩელენჯები, ანუ ძალიან ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც გონია რომ ძალით დადის და ეძებს ამ გამოწვევებს. ფოტო 365-იც თავიდან რაღაც ჩელენჯით დაიწყო. თუმცა შემდეგ უკვე გაგრძელდა როგორც ბოდიში რაღაცა ეს რო არ გადამეღო. გაგრძელდა როგორც ძალიან საინტერესო პროექტი და ამ პერიოდში მინდოდა თუ არ მინდოდა
ხედავდი იმ გადასაღებ ადგილებს თუ მომენტებს და იმ მაგ დროს მივხვდი რომ თუ გავარჯიშებ ნებისმიერ skills ასე ვთქვათ განავითარებ. ფოტო 365-ის პრინციპი იყო ის რომ მე ყოველ დღე უნდა გადამეყო ფოტო და გამომექვეყნებინა იმ დღესვე. 1 წლის განმავლობაში მაქსიმალურად მინდოდა რომ მრავალფეროვანი ყოფილიყო ეს სერია და საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა რომ ეს რაღაცა იდეა მქონდა მრავალფეროვნების რო შეკრიბავ ამ სერიას ძალიან დიდი ნაწილი არის გაჩერებების, ტრანსპორტის და საზოგადოებრივ ტრანსპორტის. ალბათ იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანები მარტო რჩებიან რაღაცა დროის განმავლობაში და საკმაოდ ავთენტურები არიან და რაღაცნაირად ის რამდენიმე წუთი შეიძლება ეს იყოს ზუსტად იმ ბუნებრივობის განსახიერება, რასაც რთულია რომ რაღაც მომენტში მოძრაობაში ან სხვა ადგილას დაიჭირო. ნაი როგორი თებია. ძალიან ლამაზია. ის წამოვიღე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სხვადასხვა მედიუმით გადაღება. პირი არის შეიძლება გაგეცინოთ ამ ტერმინზე, მაგრამ ჰიგიენური ფოტოგრაფიაა თქო, იმას იმიტომ ამბობ, რომ ძალიან მოზომილი ხარ და ის ხარისხი, რომელსაც პირს შეუძლია დადოს, ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გამოიგონეს და ვითარდება ფოტოგრაფია და ზოგადად ტექნიკა ნაკლებად ასე ვთქვათ შეედარება პირს. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ექსპერიმენტული მიმართულება, ვცდილობ ხოლმე რაღაც ან ვადაგასური ფილი გამოვიწერო, ან მაგალითად ეხა პოლაროიდის გატაცება გამიჩნდა, რაღაცა პოლაროიდის აღმოჩენა დავიწყე და ეს უბრალოდ რაღაცა თულებია, ასე ვთქვათ, რასაც იყენებ და რავი, რატომაც არა პირიქით. ახლა რითი იღებ? ეს არის Fuji არის ჩემი საყვარელი კამერა. მაქვს რამდენიმე კამერა, მაგრამ Fuji არის ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური და გარდა იმისა, რომ კომპაქტურია, არის ელექტროშათერი და ასე ვთქვათ, შეგიძლია რომ არ კონდეს ხმა და განსაკუთრებით ქუჩის ფოტოგრაფიისთვის არის შეუდარებელი. კიდე რა არის მნიშვნელოვანი ქუჩის ფოტოგრაფიაში? ქუჩის ფოტოგრაფიაში ჩემთვის მგონია რომ მაქსიმალურად შემჩნეული რომ დარჩე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ამ ბოლო დროს კიდევაც ვიძახი რომ იმდენად ალბათ ეთიკასთან მიმართებაში გამიჩნდა რაღაც კითხვები, განსაკუთრებით მას მე რაც ანუ დოკუმენტურ კინოშიც ზუსტად მქონდა ცალკე ლექციები ამის, ცალკე საგანს სწავლობდით ამ ხრივ და მაგის მე უფრო ვფიქრობდი, რომ რამდენად ასე ვთქვათ გაქვს ამის ეთიკური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ეთიკური რამდენად ეუფლება კი. თუმცა ასე თუ გავყევით ფოტოგრაფია საკმაოდ არაეთიკურია მაგ კუთხით, მაგრამ ალბათ აქვს მაგასაც საზღვრები თავისი. და მნიშვნელოვანია ამას რამდენად სად გადის შენთვის ეგ საზღვრები? ალბათ იქამდე თუ ადამიანი მაგალითად საფრთხეში ჩააგდა შენი ფოტოთი, მე მგონია რომ ჯობს საერთოდ არ გადაიღო ეს ფოტო. ერთხელ ვუღებდი და არ გადამიღო და ზურგით გადავიღე. იმიტომ რომ იმ დროს მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კომპოზიციურად და არა მისი ვიზუალი. და მე ძალიან გამიწყრა რომ რატო გადამიღო, გითხარი არ გადამიღო და მე რაღაცნაირად მე თვითონ გავბრაზდი ჩემთანზე რომ ხო, ნუ მისთვის შეიძლება იმ წუთას ძალიან შეიძლება საფრთხე შემცველიც იყო და ამიტომ ეხა უფრო მეც ვფიქრობ ხოლმე. ოპტიკა?
ოპტიკა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის მთელი ჩემი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ოპტიკაში მაქვს დახარჯული, იმიტომ რომ მაინტერესებდა სხვადასხვა სახის ფოტოგრაფია. ვიღებდი ასე ვთქვათ, ასევე ჩიტებსაც, ორბებს ვიღებდი და ფასკუნჯებს ალგეთის ეროვნულ პარკში. ამით ვერ გადაიღებ ამას და აქედან გამომდინარე, თავდაპირველად ჩემი მეგობრების დახმარებით და ასე დავიწყეს ყველაფერი და მე უკვე რომ მივხვდი რომ ეს უფრო მეტად საჭირო იყო, მე რაღაც ინვესტიციაც მაჩატა. და დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ან ქუჩის ფოტოგრაფიაში რა ოპტიკას ურჩევდი დაუშვათ დამწყებებს? მე საკმაოდ ფართე კუთხეს ვიყავი შეჩვეული და ძალიან დიდხანს ულტრა ვაიდს ხმარობდი, როგორც არის 10. მაგრამ მე მივხვდი რომ ეს გააჩნია რა, რისი გადმოცემა კი და უბრალოდ ქუჩის ფოტოგრაფია საკმაოდ მარტივია, უფრო ფართე კუთხით მუშაობა. როგორც ფოკუსური, ასე ვთქვათ, სიგრძისთვის, ასევე იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოახვედრო ის რისი ნახვაც გინდა. რას ურჩევდი დამწყებ ფოტოგრაფებს? რითი დაიწყონ? ბევრი გადაიგონ. ცოტა ამოარჩიონ და ერთი დაპოსტონ. მე ჩემთვის ეს არის ერთი ეს რა თქმა უნდა პირობითია, მე ვამბობ შენ თუ სერიაზე მუშაობ, მაგრამ მუშაობა მე მგონია რომ აი ეს შეიძლება რაღაც ძალიან ისე გამომივიდეს სლოგანივით, მაგრამ შრომამ შექმნა ადამიანი, ესე მგონია. შენ თუ არ მუშაობ საკუთარ თავზე, ესე არცაიდან არ დაგეცემა. ეხლა რომ ჩამოდიოდით დაღმართზე, სტალინის მუზეუმის ეს თავი ჩანდა. ბოლოს როდის იყავი შიგნით, ხო არ გახსოვს? როგორ არა მახსოვს, მე სტალინის მუზეუმში ვიყავი ამ ზაფხულს, ჩემი მეგობარი იყო ჩემთან სტუმრად და ჩვენ. მე მგონია რომ ეგეც გორის ნაწილია და ეგ თუ ასე ვთქვათ არ არის არსებობის უფლება აქვს ჩემი აზრით. გეთანხმები. როგორია შენთვის? მაინც აი შიგნით რაც ხდება, ეგ ზუსტად გამოხატავს ისტორიას. მე რა შეყვარელია ერთი წუთი. ეს გორი და ძაღლები ესეც ცალკე ნაწილია. მე მგონია რომ ესეთი საინტერესო ძალიან ცოტა რაღაც დარჩა, იმიტომ რომ ეს არის ექსპოზიცია, რომელიც 70 წელს შეიქმნა და 70 წლის მერე არ შეცვლილა. ძირითადი ნაწილი აი მე ცოტა გავიეროთ რომ არ შეგჭამონ? არა. ძირითადი ნაწილი განსაკუთრებით აი ესეთი ან დაანგრიეს, აი ქარხნებზე ვამბობ მაგალითად, ან რაღაცაერად ძალიან ბევრი ადგილი ისეთი ავთენტური აღარ არის. ამიტომ ჩემი აზრით საინტერესო ამ ადგილის ავთენტურობა. თუმცა ეს ახლა მომწონს არ მომწონს, ეგ ძალიან სხვა კითხვაა და სხვა ნაწილია. თუმცა ესეც მგონია რომ ისტორიის ნაწილია და ამის ერთი ხელის მოსმით განადგურება არ ვეთანხმები. როგორ ფიქრობ დღის ფოტო რომელი იქნება? დღევანდელი დღის ფოტო? მე რაღაცას გორის ციხეზე რაც გადავიღეთ, ეგ მგონია რომ ხედი არა, ტურისტები იყვნენ, ძალიან საინტერესო კომპოზიცია მომოჩნდა. კი. ესეც ერთ-ერთი ძველი შენობაა, რომელიც საბჭოთა დროის ნაშთი არის. და მე მგონი არაფერი არ ხდება, ხო? არა. პოლიტიკური წყობა ძალიან განაპირობებს არქიტექტურასაც და ზუსტად აისახება მე იმ პოლიტიკური რეჟიმის ნგრევას, რა მოყვება, რა ეს მიშენებები და ასე შემდეგ. ეგ არის ერთ-ერთი არა მხოლოდ გორის, მთელი საქართველოს დიდი ნაწილი. პირველად ძალიან მაღიზიანებდა და მაწუხებდა რომ აი რა წესია ეს განსხვავებული და მე დავიწყე ამ ქაოსის დალაგება და მე მოკლე ფილმიც მაქვს გაკეთებული, დალაგებული ქაოსი ქვია. და რა იყო ისეთი, რამაც ეგ ბრაზი გაგიქრო, თავიდან ხო გქონდა რომ აი რატო აშენებენ, რატო არ ღვევენ?
იცი რა მივხვდი რომ ეს მხოლოდ ადამიანების ინდივიდუალური გადაწყვეტილება კი არ იყო, რაღაცნაირად სისტემის ნაწილად იქცა და ძალიან რთულია მაგ პერიოდში რომ რაღაცნაირად ამ სისტემას გამოქცეოდნენ ადამიანები. და ეგ არის ზუსტად ეს მიმბაძველობის პრინციპი, რაც ძალიან გვახასიათებს და ისიც რომ რატომაც არა ეს პრინციპი რაც გვაქვს და ამ რატომაც არას რა მოყვება და ამის ანალიზი საკმაოდ რთულია ხოლმე ადამიანებისთვის.